კამერაში ხო? მე ვარ ნატალია ქუთათელაძე, პროფესიით მომღერალი. ჩემი პირველი ყულაბა იყო იმ დროიდან და იმ გარემოდან გამომდინარე, საკმაოდ მარტივი, როგორც ალბათ ყველას უცებ ყულაბა წარმოგვიდგენია გოჭის, ფაიფურის ფორმის, არა, მსგავსი არაფერი. იყო ერთი მარტივი გამჭვირვალე ალბათ მაწვნის ქილა, რომელიც იყო ჩემს მიერ მოხატული სხვადასხვა ნახატებით. რომელსაც ჰქონდა უბრალო პლასმასის ხუფი და სხვათა შორის ამ ყულაბაში ვაგროვებდი მოგზაურობებიდან დაგროვილ სხვადასხვა ქვეყნის კუპიურებს, რკინის ფულს გულისხმობ, რომელიც ძალიან ძვირფასი იყო ჩემთვის. მაშინ მეგონა რომ ამ თანხით რაიმეს განხორციელება შემეძლო, მაგრამ რა თქმა უნდა, იმ უცხოური კუპიურებით ვერაფერს ვერ შევიძენდი, მით უმეტეს რომ ეს იყო რკინის ხურდები. მაგრამ მგონია რომ ეს აღქმა, ბავშვური აღქმა, რომ რაღაცას აგროვებ იმისთვის, რომ აი შენ მერე დამოუკიდებლად შეძლო რაღაცის შეძენა, ან სხვას ხელი გაუმართო. როგორც წესი, ესე ვფიქრობ, რომ რაღაცის დაგროვებას, როდესაც თანხას ეხება, ყოველთვის აღძრავს პირველ რიგში დადებით ემოციებს. იმიტომ რომ ან რაღაცა მიზნისთვის მიდიხარ, ან ვიღაცის დახმარებისთვის ემზადები. ყოველ შემთხვევაში პროცესი ბევრად უფრო საინტერესოა და მაინტრიგებელია და ბევრად უფრო სასიამოვნოა ჩემთვის პირადად, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, ვიდრე თავად მიზანი, როდესაც უკვე იმ რაღაცა მიუღწევოს, იმ წუთას მიუღწევოს, მერე უცებ აიხდენ, მერე ის თითქოს კარგავს ყველანაირ ღირებულებას. ამიტომ ეს პროცესი დღემდე ესე დარჩა, ეს ალბათ ხასიათის ნაწილია. თუ კი ბავშვობაში ყულაბა ასოცირდებოდა უფრო სიხარულთან, პრინციპში გაუაზრებელ ემოციებთან, ეხლა და სხვათა შორის დიდი ხანია არა, იმიტომ რომ უნდა ვაღიარო და გულწრფელად გითხრათ, რომ არ საშინელი მფლანგველი და არასოდეს მეხერხებოდა ფულის გადადება. იმიტომ კი არა რომ ცხოვრებამ ასე მოიტანა. უბრალოდ რაღაცა ეტაპი დადგა ჩემს ცხოვრებაში, როდესაც მივხვდი რომ ძალიან დიდ სიმშვიდეს და გარანტიას გაძლევს, როდესაც გააზრებულად შეგიძლია ანაბარზე, დეპოზიტზე გადაინახო გარკვეული თანხა, სულ რომ მცირეოდენი იყოს ერთჩვენიერ დღეს და ყველას ცხოვრებაში დგება ესეთი დღე, როდესაც უცებ შეიძლება ძალიან გამოგადგეს გადადებული თანხა. გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო რამდენიმე წელია, ალბათ 7-8 წელია უკვე სრულიად დამოუკიდებლად ვცხოვრობ და ვახერხებ, რომ საკუთარი ფინანსები თვითონვე განსაზღვრო. უფრო მომწონს და უფრო მშვიდად ვარ, როდესაც ვიცი როგორ და რანაირად ვაბანდებ საკუთარ შრომით ნაშოვნ თანხას. ადამიანურად შემიძლია გითხრათ, რომ ყველა თითო თეთრი გაკეთებული დანაზოგი არის თქვენი მომავლის გარანტია. როგორც იცით, ხალიქ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში. შესაბამისად, როდესაც საქმე ეხება ანაბარს, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია.